ჩვენ განვაგრძობთ პროტესტზე საუბარს და დღეს იმ ადამიანებს მოусმენთ, რომელთაც ამ პროტესტის უმკაცრესი ზომა აირჩიეს იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწვინონ თავისი ხმა და ასევე იბრძოლონ რეჟიმის წინააღმდეგ. ორი მათგანი, კედევან ფოფხაძე და დავით ჭელიძე, ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან. მოგესალმებით, საღამოშვიდობისა, უპირველეს ყოვლისა მინდა მოვიკითხო თქვენი ჯანმრთელობა, როგორ გრძნობთ თავს? კი ბატონო, 28-ვე დღეა დღეს თქვენი შიმშილობის და აი ამ 28 დღის თავზე რა შეგიძლიათ უთხრათ საზოგადოებას, როდესაც ასეთ მძიმე ფორმას ირჩევთ პროტესტის და ამას ყოველდღიურად უყურებს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ მინდა ამაზე ცოტა უფრო ვრცლად ვისაუბროთ დღეს, აი 28 დღის თავზე რა დაგიგროვდათ სათქმელი ჩვენი საზოგადოებისთვის? უპირველეს ყოვლისა, ის რომ ეს პროტესტი არ უნდა გათავდეს, არ უნდა შეწყდეს, არ უნდა დავიღალოთ, არანაირი უფლება არ აქვს იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ რეჟიმმა თავის სამიზნედ აერჩია, რომ გავჩერდეთ, იმიტომ რომ ახლა ყველა იმ სიუჟეტს, რასაც უყურებთ, რაც ახლა ეთერში გადიოდა, ჩვენ ხედავთ, რომ რეალურად რას აკეთებს რეჟიმი, როგორ ექცევა საპროტესტო ჯგუფებს იმ ადამიანებს, ვისაც არ უნდა რომ ქვეყანამ ევროპული მომავალი დაკარგოს, საერთოდ რომ მომავალი დაკარგოს. აი, როცა ამდენი უკანონო პატიმარია ციხეში, ჩვენ თავზე რაღაცა სხვანაირად ვიზრუნოთ. ჩვენი პროტესტის ფორმა, ახო, გადაწყვეტა ივანიშვილმა, ჩვენ არ გადაგვიწყვეტე. რო არ ყოფილიყო ეს განუკითხაობა, ეს ძალადობა, ეს უკანონობა, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, რომ არ წაერთმევთ ჩვენთვის მომავალი და არ დაეგროვებინათ ამდენი პოლიტპატიმარი და სინდისის პატიმარი ციხეებში, მაშინ გაგრძელდებოდა პოლიტიკური და სამართლებრივი წინააღმდეგობა, რაც ცივილიზებული ქვეყნისთვისაც დამახსენებია. ჩვენ გვიქმნია რუსული დიქტატურა და რუსული დიქტატურის პირობებში პროტესტის ფორმა უნდა იყოს იმის ადეკვატური, რაც ხდება. ამიტომ მე ყველას მოუწოდებ, რომ გავაძლიეროთ რუსთაველის გამზირე. ეს არის დღეს ეპიცენტრი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება წყდება რუსთაველის გამზირზე. იქ უნდა ვიყოთ, ვისაც 24 საათი არ შეგიძლიათ ყოფნა, რაღაცა დროის მონაკვეთში უნდა ვიყოთ და ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ არ დავკარგოთ მომავალი და არ დავკარგოთ სამშვიდობო. ბატონ დავით. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებლებს. ჩვენი უპირველესი გზავნილი და თხოვნა არის ჩვენი თანამემამულეების, რომ ყველა მინდა რომ გაათვითცნობიეროს აქ პირდაპირ რუსეთის მანქანას ვებრძვით, რომელიც დღესდღეულად იმდენად ძლიერია ქვეყანაში, პრაქტიკულად დიქტატურა დამყარებულია და ჩვენი ეს ფორმას, ამ ფორმასაც იმიტომ მიმართეთ, რომ სხვა გზა არ გვაქვს. ყველანაირად ცდილობს ეს არალეგიტიმური ხელისუფლება, ყველანაირი, თქვათ, აქციოს კრიმინალიზებურად და აი ერთხელ დაკავებული, თქვათ, ადმინისტრაციის წესით მეორეჯერ სისხლით გაასამართლოს და ეს ფორმაც ჩვენთვის პირადად მე და კიდევ ვინც არიან ჩვენი თანამოაზრეები, მისაღებია, იმიტომ რომ ამით ჩვენ ვახდენთ უბრალოდ ფორმულირებას და მიშენებას, რომ ღირს სამშობლოსთვის, ღირს ჩვენი თანამოქალაქეების და ჩვენი ქართველი ერისთვის თავის განწირვა და მოვითხოვ ყველა იმ ახალგაზრდებისგან, ყველა ის, თქვათ, ვინც კი არის ამ პროცესში ჩართული, რომ უფრო გავერთიანდეთ და უფრო გავაძლიეროთ რუსთაველზე პროტესტი. ხო, მკაფიო იყო თქვენი სიტყვები, რომ ერთი მხრივ ეს მიემართება რეჟიმს, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენს საზოგადოებასაც, რომ ის იყოს უფრო აქტიური. თქვენი აზრით, რა სჭირდება აი ამ პროცესს, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს პროტესტი? თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო მეტი ადამიანი შემოემატა ნამდვილად პროტესტს, ყოველ შემთხვევაში აი რასაც ამ მოძრავი პროტესტის დროს ვხედავთ, გაცილებით მეტი ადამიანია, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ, მაგალითად, როდესაც მასობრივად იჭერდნენ გადაკეტვაზე გზის, აი ამ საბაბით. რა იქნებოდა ბიძგი თქვენი აზრით ამ პროცესში? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი იყოს 24 საათი. ესე იგი, ჩვენ უნდა ვიყოთ რუსთაველის გამზირზე, საუბრობთ იქ იმაზე, რა ხდება ქვეყანაში და როგორ შეიძლება ამ ყველაფერს დავუპირისპირდეთ და 24 საათის რეჟიმში ვაპროტესტებდეთ ყველაფერს, რაც ყოველდღურად ხდება. ხა მთავარი ჩვენი მოთხოვნა არის ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ერთი მეორესგან წარმოუდგენელია. ხო, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ პოლიტპატიმრები იქნება ციხეში, ვერანაირ არჩევნებზე ვერ გავა და არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი. ხო, მაგრამ აი ამ ორი მოთხოვნის მიღმა ხედავთ რა დრაკონულ კანონებს იღებს ხელისუფლება, ხო? აი ამაზე როგორ შეიძლება მარტო თუნდაც ეს საღამოს შევიკრიბოთ რაღაცა რაოდენობა ადამიანებს და გავაპროტესტოთ. მე ყველანაირ პროტესტს მივესალმებ. ეს არ არის ალტერნატივა რომელიმე პროტესტის, მაგრამ 24 საათიან პროტესტ ალტერნატივა არა აქვს. აი ეს ფორმატ თუ შეიძლება რომ დავაკონკრეტოთ 24 საათიანი პროტესტი. თქვენ ხართ 24 საათი იქ. ვისაც მოუწოდებთ 24 საათიანი პროტესტისკენ. აი ეს ფორმა როგორი იქნება თქვენი წარმოდგენით? ახლა ვიღაც ვერი შიმშილებს ხო მაგალითად თქვენ აირჩიეთ ეს ფორმა. მოგახსენებთ ხო? ესე იგი ჩემი აზრით ვიღაცები უნდა შემოგვიერთდნენ შიმშილობის პროტესტებს და უნდა გაითვითცნობიონ რომ ეს არის სწორი პროტესტის ფორმა. ვიღაცები ვინც ვერ შიმშილებს უნდა გავაკეთოთ განრიგები და უნდა შეცვალოს ეს ამ ხალხმა ერთმანეთი, მაგრამ 24 საათი 12 საათიდან 12 საათამდე ვიღაცა 6 საათი იქნება, ვიღაცა 3 საათი იქნება, მაგრამ უნდა ვიყოთ რუსთაველის გამზირზე და რუსთაველის გამზირის საპროტესტო მუხტი უნდა გავაძლიეროთ. აი ეს საღამოს კულმინაციასაც შეუწყობს ხალხს რომ ის გაძლიერდეს, მაგრამ ის რომ თბილისის ცენტრში 24 საათიან რეჟიმში ჩვენ ვიქნებით, ეს რომ მიზიდულობა გახდება როგორც ქართული საზოგადოებისთვის, როგორც ცოტა მეტნაკლებად დაქსაქსული საზოგადოებისთვის, რომელიც მაინც რაღაცა განსხვავების გამო შეიძლება ერთმუშტათა ვერაა შეკრული. აი ასევე საერთაშორისო ჩვენი მეგობრებისთვის აი მაგაში ვარ დარწმუნებული და მგონია რომ ეს რუსთაველის გამზირი უნდა გადაიქცეს ახალ ეროვნულ გამოცდილებას მოძრაობად. ჩვენ უნდა ვაღიაროთ რომ ვართ ეროვნულ გამოცდილებას მოძრაობის წევრები, იმიტომ რომ ეს მოიტანა რეალობამ და აი ამ ბიზნესმა უკვე უნდა გაუშვას გზავნილი თლიან საზოგადოებისადმი ერთიანი ეროვნული დაუმორჩილობის იდეის. ფიქრობთ თუ არა რომ ამას დასჭირდება გარკვეული ორგანიზაციული ხასიათი? ჩვენ ვხედავთ რომ საზოგადოება ახლა რუსთაველზე თვითორგანიზებით მიდის. თქვენ რასაც ამბობთ, თქვათ რაღაც განრიგი, მორიგეობა, ასე ვთქვათ, რომ 24 საათიანი იყოს. სჭირდება თუ არა მაინც ის, რასაც ახლა მე ვკითხულობ და კი, რა თქმა უნდა, ეხლა არის საკითხები, რომელიც ორგანიზირების გარეშე ვერ ჩაივლის და ამასთან დაკავშირებით თქვათ მეც გედიც და ის ჩვენ ყოფილი თანამოაზრეების ვთანხმდებით რომ რაღაც გარკვეულ საკითხებზე არის და მაგიტომაც მოუწოდებთ ხალხს 24 საათიან იქ რომ ეს დისკუსია გაიშალოს შემდეგში როგორი ბრძოლის ის დავსახოთ თქვათ ტაქტიკა რას ვაკეთებთ აი თქვათ ეხლა ამ მომენტისათვის არის რომ ტროტუარზე მოძრაობთ და ამით ვაპროტესტებთ შემდეგ აი თქვათ რჩება ეს რაღაც ტალღა მინელდება მაგრამ თავდება ეს ტროტუარის მოძრაობა და სხვას რას უპირისპირებთ ხელისუფლებას ამაზე რეალურად ფიქრი გვჭირდება ერთმანეთთან შეთანხმება გვჭირდება და ამის მიხედვით გრძელდება თუ არა ჩვენი ბრძოლა მაგიტო არის საჭირო 24 საათიანი პროტესტი 24 საათიანი ერთიანი ჯგუფი შეიქმნას იქ ჩვენ ახლა ტელეეთერში ვსაუბრობთ და ისმენს საზოგადოება ამას და ისმენენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც ეთერს გარდა გაქვთ თუ არა აი ასეთი კომუნიკაცია მაგალითად პოლიტიკურ პარტიებთან რომელსაც ერთ-ერთ თქვენს წარმოადგენთ ბატონო გედევან აი რამე მსჯელობა ამ თვალსაზრისით მიდის მოდიან თქვენთან ეს ადამიანები გასთა გასვლა გამოსვლა არის ამაზე მსჯელობთ ახლა ეს მათთან ერთად მათთანაც რა თქმა უნდა ჩვენ ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია ახლა ჩვენ 28 ნოემბრის აქციას ძალიან დიდი მოლოდინით ველოდებით იმიტომ რომ მიგვაჩნია რომ უნდა იყოს ისე რომ მუხტი ისე უნდა იყოს დემონსტრაცია იმისი რომ ქართული ხალხი და ქართული საზოგადოება ბრძოლას აგრძელებს ამიტომ 28 ნოემბერს უნდა ვიყოთ რუსთაველზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის უნდა მოვახდინოთ იმისი დემონსტრირება რომ ბრძოლა არათუ არ დამთავრებულა არამედ პირიქით ქართული საზოგადოება ხედავს საფრთხეებს მომავალთან მიმართებაში ისევ ერთიანდება ისევ ერთმუშტატიკურება თუმცა ჩვენ მაინც გვაქვს ეს რეკომენდაცია თუ შეთავაზება პარტიების მიმართ საზოგადოების მიმართ რომ 28 ნოემბერს გამოვიყენოთ იმისათვის რომ კი არ
შეწდეს თქვა ამ აქციით არამედ კიდევ ახალი ტალღა გაჩნდეს და იმ დღეს კიდევ აი 24 საათიან თემასთან მიმართებაში თანამოაზრეები გამოვნახოთ. მე მიმაჩნია რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ახლა შეთანხმების თემაა და უნდა კონსენსუსი მოხდეს ამ ყველაფერზე. ჩვენ დისკუსია კი არ გვინდა, კამათი კი არ გვინდა, პირიქით ერთიანობა გვინდა. ამიტომ ხავს უსვამთ რომ ყველა პარტია, ყველა ჯგუფი, ყველა მიმართულება რაც კი დღეს არის პროევროპული დემოკრატიის დასაცავად და ამ ანტირუსული დიქტატურის წინააღმდეგ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, მაგრამ ადგილი არ არის სადაო, ეს არის რუსთაველის გამზრდელი. აი როდესაც მსჯელობთ ამ საკითხებზე, იმ ხალხთან ვიზეც მე გკითხეთ, უკავშირი არსებობს თუ არა, იზიარებენ თუ არა მოსაზრებას, აქვთ თუ არა რაიმე განსხვავებული შემოთავაზება, რამდენად ცოცხალია ეს საუბრები თქვენ შორის და რამდენად შეიძლება მიიყვანოს რაღაც კონსენსუსი. მე არ ვიცი ახლა გადაწყვეტილები მაინც ერთად ამისაღებ ახლა შიმშილობის პროტესტი ბევრისთვის არ არის მოსაწონე და პირიქით გვეუბნებიან რომ თქვენც რო არჩიეთ ეს ძიმე ფორმაა და მაგიდან გამომდინარე ბევრი თავს არის ეს იკითხება ადამიანების მხრიდან, იმიტომ რომ თქვენი ჯანმრთელობა არ დადგეს ესეთი რისკის ქვეშ. ეს არის ის ფორმა, რომელთაც ეროვნული განათლების მოძრაობამ საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ეფექტურად გამოიყენა და გამარჯვებასაც მიაღწია. ხო, იმ ხალხმაც არ იცოდა რომ ეს როდის დასრულდებოდა, ეს ნამდვილად ასე წინასწარ ძალიან რთულია თქმა, რა შედეგი როდის დადგება, მაგრამ თავად რეჟიმისთვის რამდენად დიდი პრობლემაა თქვენი აზრით, თქვენი შიმშილობა და თუ ეს პროტესტი ამ თუ სხვა ფორმით კიდევ გაფართოვდა, რისი ეშინია ყველაზე მეტად ახლა ივანიშვილის რეჟიმს აი ამ პროტესტის რა ფორმების მიღების? ზუსტად შეიძლება ვერ ავხსნა თქვა რისი ეშინია. ერთი ვიცით რომ ეშინია იმის რომ ეს ერთი წლის განმავლობაში პროტესტი არ ჩაცხრა, ეშინია ხალხის, იმიტომ რომ ყველანაირად ცდილობენ ჩაიკეტონ და ჩაკეტილების არიან არანაირ თქვა კონტაქტზე არ გამოდიან, ელემენტარული 24 საათიანი მონიტორინგიც კი არ გამოყვეს იმის გამო რომ თქვა იმ მონიტორინგის პერიოდში შეიძლება ყოფილიყო ყურადღება მასმედიის ხრიდან და თქვა რაღაც ჩვენი ჯანმრთელობის გახმაურებულიყო ტელევიზიების საშუალებით რა. ერთი ეს და მეორე კიდე თქვა აღარ ცდილობენ რომ არ მიიქცნენ ყურადღება იმის გამო ვითომ არ წუხან, ვითომ არაფერი არ ხდება ქვეყანაში. თან პლუს ამას თესავენ ყველა იმაში თავიანთ ტელევიზიებში რაღაც ნიჰილიზმურ დამოკიდებულებას ქვეყანასთან დაკავშირებით. ეხლა ეს პროცესი გარდა ამისა ეს არაბული კომპანიების თემასთან დაკავშირებით თქვა თუ გავშლით ფართოდ პირდაპირ არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ტერიტორიის ჩვეულებრივად გაყიდვა, რომელიც ახლა დაახლოებით ახლა ვიცით რომ თქვა ის ტერიტორია ამ მომენტისათვის იყო საპატრიარქოს ბალანსზე თქვა და აქედან გამომდინარე ხალხსაც გვიჩნდება ის რომ რატო რის გულისთვის იყიდება ეს ტერიტორია და რა თქვა კეთილდღეობა შეიძლება მოიტანოს ამან ან რითი დაგვაზარალოს. აი სრული ინფორმაციული ვაკუუმში გვამყოფებენ მოსახლეობას და თვითონ წვიტავენ რა ჩვეულებრივად აი ამ ქვეყნის ბედსაც და მომავალსაც როგორც აწყობს რუსეთის თქვა მეთაურს ვლადიმერ პუტინს და ესენი ჩვეულებრივად ასრულებენ მაგრამ დაკვეთას. პირდაპირ მიმართებაში ის რომ დაიშალოს როგორც სახელმწიფო საქართველოს აღარ არსებობდეს და რაღაც პატარ-პატარა ნაწილებად აქციონ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი აზრით ეს არის. ბატონ გედევან, აი ერთი ასეთ შეკითხვა მინდა დაგისვათ. ერთია როდესაც ადამიანი, პოლიტიკოსი არის ამპლუაში, ჩვეულებრივ პოლიტიკურ ამპლუაში, მეორეა როდესაც სხვა კუთხით უყურებს უკვე ამ პროცესს და აი რა პროტესტის ფორმაც გაქვთ თქვენ არჩეული, დაგანახათ თუ არა მართლაც აი ამ ფორმამ, რუსთაველზე მუდმივად ყოფნამ, დაგანახათ თუ არა ცოტა სხვა კუთხით და მიხვდით თუ არა კიდევ უფრო მეტად, რას შეიძლება ითხოვდეს დღეს საზოგადოება პოლიტიკური კლასისგან და ყველასგან, ვისგანაც რაღაცას მოელის, რომ გააქტიურდეს ეს პროცესი. აი, როგორია თქვენი ხედვა უკვე რუსთაველიდან? ახლა მე მგონია რომ აი თავარი ეს არის უპირობო ერთიანობა.
აიცი როგორი ერთიანობა ახლა ჩვენ შიმშილობთ ხო ეს ადამიანები სხვადასხვანაირი ადამიანები ვართ მაგრამ 28 დღე ახლა ერთად ავართ და ახლა მე და ქალბატონ დარჯანცხვდარია თანაპარტიელები ვართ მაგრამ სხვადასხვა პოლიტიკური გზით მივედით იმ საერთო პოზიციამდე ხო აი ჩემთვის ეს ადამიანი არის ბრძოლის სიმბოლოც, პატიოსნებისაც, სამშობლოს უანგარო სიყვარულის. აი რა სხვა გამაერთიანებელი უნდა იყოს ჩვენ შორის. მე რაღაცას განსხვავებული აზრი აქვს. არის ახო მაჭავარიანი, რომელსაც საერთოდ ბევრი რაღაცაში ჩემგან განსხვავებული მოსაზრებები აქვს, მაგრამ ჩვენ აი წაიშალა ეს ზღვარი, აი საერთოდ აღარ არის ღირებული ის, რაზე გვაქვს განსხვავებული აზრი. ზუსტად ვიცით, რომ ეხლა ვართ ერთ ჯაჭვში, ვართ ერთად და ერთმანეთს უნდა გავაძლიეროთ და უნდა ვიყოთ ერთად. აი მე მაგ სრული უპირობო განცდა იმისი, რომ თუ ყველაფერი გვერდზე გადაიდება, რაღაცა პოლიტიკური პარტიული განსხვავებები, რაღაცა წინააღმდეგობები და უბრალოდ ვიტყვით, რომ ქვეყანას დაჭირდა ეროვნული განმათავისუფლების მოძრაობა, ყველა ხვდებით ამისი წევრები და უნდა დავამარცხოთ რეჟიმი, ამისი ივანიშვილის ეშინია კი არა, ეს არის განაჩენი ივანიშვილის ნებისმიერი დიქტატურის, ნებისმიერი ტირანიის განაჩენი არის, როცა ხალხი ერთიანდება უპირობოდ მარტო სამშობლოს სიყვარულით. მაგიტომ ახლა ჩვენ უკვე ერთმანეთთან ისე ვართ, რომ ჩვენ ერთიანობაზე იქ არ არის, მაგრამ იქ უნდა შედგეს ერთიანობა არა ერთმანეთის სიყვარულით, არამედ საქართველოს სიყვარულით. გადაულახავ წინააღმდეგობას რას ხედავ? ვერაფერს ვერ ხედავ. რა უშლის მაშინ ხელს საერთოდ, რადგან მიგაჩნიათ, რომ ერთიანობა არის თავარი. არაფერი ამას წინ არ უდგას. უბრალოდ უნდა აი კამათები და რაღაცები უნდა გვერდზე გაიწიოს ჩვენ მე მგონი სამშობლოს სიყვარულით იმდენად ვართ სულ აი თავარ мотивაციად იმდენად გაგვეჩინია სულს რომ იქ არ არის საუბარი იმაზე ვინ რა პარტიის წევრია და ვის რა პოლიტიკური ხალხი ყავს ტყვეები ყავს ციხეებიდან გამოსაყვანო უკანონოდ და პოლიტიკური მოტივით დაჭერილი სინდისის პატრონები ყავს ჩვენი სამშობლო ყავს ტყვეებიდან დასახსნელი რომელ განსხვავებებზეა საუბარი ამიტომ ამას წინ არაფერი არ უდგას 28 ნოემბერი უნდა ექცეს დიდი გაერთიანების დღეთ კიდე გავაძლიეროთ რუსთაველის გამზერი დავაორგანიზოთ რა თქმა უნდა ორგანიზებულობა საჭიროა ხო აქ იქით არის ორგანიზებული ძალადობრივი სისტემა კრიმინალური სისტემა რა თქმა უნდა შენ იმას მარტო გულანთებული იმით პოზიციით არ უნდა დავუპირდე ძალიან ორგანიზებული უნდა იყოს სისტემატიზირებული უნდა მოახდინოთ ყველაფერს ბრძოლის ახლა ჩვენს ვაპატეთ ცოტა გასაგებია აბსოლუტურად მაგრამ ეს უნდა მოხდეს და უნდა მოხდეს რუსთაველის გამზირს. კი ბატონო და ჩვენი საუბრის მიწურულს რას ეტყოდით დამატებით ჩვენ საზოგადოებას თქვენს ბატონო დავით და შემდეგ ისევ თქვენ ბატონო გედევან ასე ვთქვათ რა მიმართვას და გზამნილს გაუგზავნიდით ჩვენი აი ამ დიალოგის ბოლოს. უპირველეს ყოვლისა თხოვნა არის და მოწოდებაც რომ გავერთიანდეთ 28-ში აუცილებლად უნდა ვიყოთ ბევრი, გავერთიანდეთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ დავკარგოთ, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალისთვის აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი შვილებისთვის, რადგანაც დღესდღეულად ყველა ვაცნობიერებთ, რომ უშუალოდ რუსეთის აი ტერორისტული ბანდები გვიპირისპირდებიან და აი ეს ეროვნული მოძრაობის რაღაც სახე თქვათ აი ეს მომენტი რომ თქვათ დღესდღეულად ჩვენ უკიდურეს ზომას მიმართეთ და ვშიმშილობთ ეს უნდა იყოს იმის საწინდარი რომ აი გაგრძელება მოხდეს შემდეგი ბრძოლის დასახვის აი ეს მინდა რომ თხოვო ჩვენს მოსახლეობას ჩვენს თანამემამულეებს და რაც შეიძლება უფრო მეტი ვიყოთ 28-ში ერთმანეთის თანა კი ბატონო და 28 შეიძლება გახდეს ასე ვთქვათ ახალი ბიძგი იმ იდეებისთვის რომელსაც ახლა თქვენ მაყურებელს მე ამის უბრალოდ ვჯერა და მგონია რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი იმიტომ რომ ჩვენ დგავართ ჩვენი სამშობლო დგას დიდი განსაცდელის და გამოსვლის წინაშე და ჩვენ არ აგვაქვს უფლება ამ ვითარებაში ერთმანეთი გვჭირდება უბრალოდ რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლო ამიტომ 28-ში თუ ვინმეს კიდე რაღაცა გაწმილდება გაქვთ ან რაღაცა სხვა გეგმები გაქვთ არ შეიძლება და სამშობლოს გვჭირდებით და ეს დღე უნდა ვაჩუქოთ ჩვენ სამშობლოს და რაღაცა ყოველდღიურ რეჟიმში უნდა
გაუთმოთ საქართველოს, რომ საქართველოს ამ განსაცდელში გაიმარჯვოს და ჩვენ ვეღირსოთ იმას, რომ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, რომელთაც ვიამაყებთ, გვექნება ღირსების განცდა და იმისი განცდა, რომ ახალი თაობები თავად ბედნიერებას შექმნიან ამ ქვეყანაში და არ დაიწყებენ ამ ბედნიერების ზებნას სხვა ქვეყნებში. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, ხნეობა და გამძლეობა მინდა გისურვოთ თქვენ და თქვენს ყველა თანამებრძოლს, ვინც ახლა რუსთაველს ერთად. გედევან ფოფხაძეს და დავით ჭელიძეს დიდ მადლობას გადაუხდი გადაცემაში სტუმრობისთვის.